ჩვენი შემდეგი სტუმარია დიდი ხნის მონატრებული არტისტი, ანსამბლის მხოლოდ შენერც სოლისტი ჯონი ჯანჯალაშვილი. მოდი, ჩემო ჯონი, მოდი. აგერია, გოგანი. ჩემო ჯონი, როგორ მიხარია რომ დღეს გმასპინძლობ შენ გენაცვალე. ამ სტუდიაში პირველად ხარ. კი, კეთილი იყოს ჩემი ფეხი. შესანიშნავია, მშვენიერია. მოდი უთხრათ ჩვენი შოუს მაყურებელს, ჩვენს უძვირფასეს აუდიტორიას, შენი დამსახურების შესახებ. შენ ბევრია სათქმელი, მაგრამ თავარი ვთქვა, ასე ვთქვათ, ძირითადი მხარეები აღნიშნოთ, რომ შენ წლების განმავლობაში იყავი წამყვანი მსახიობი და მაყურებლისთვის გამორჩეულად საყვარელი არტისტი მუსკომედიის თეატრში. არაერთი მნიშვნელოვანი და მთავარი როლი გაქვს ნათამაშები მრავალ სპექტაკლში. შემდგომ უკვე იყო პერიოდი ანსამბლის მხოლოდ შენერც, სადაც ასევე ესეთი კაშკაშა სოლისტი იყავი და აი ამ დროს მე მქონდა პატივი რომ ანსამბლის ნაწილი ყოფილიყავი და აკომპანიატორი და ერთად გვაქვს მოვლილი არაერთი ქვეყანა საბენერო ძალიან დიდი წარმატებით და გარდა ამისა შენ ანსამბლ ივერიის თითქმის ყველა მიუზიკლში გაქვს მონაწილეობა მიღებული, როცა შემდგომ იდგმებოდა კერძოდ ჩხიკვთა ქორწილი 2000, შემდეგ თოვლის ბებოს ზღაპარის რიმეიკი რქიანეთი და ფიროსმანისა და შენ ორ როლს თამაშობდი ჩემო ბატონო. გარდა ამისა, ცნობილი გახმაურებული მინი მიუზიკლი ანსამბლისა ივერია რწყილი და ჭიანჭველა და შემდგომ უკვე იუმორინაში მინი მიუზიკლი კომბლე. ბატონო, ამისთანა ესე იგი ძალიან საინტერესო სია აქვს ჩემს ჯონის და რაც თავარია, ათასობით მაყურებლის ტაში სიხარული, რომელიც შენ გაქვს მიღებული, ასე რომ ბედნიერი და გამართლებული კაცი ხარ ამ მიმართულებით და იცი რა, რადგან ვახსენე წყილი და ჭიანჭველა, სადაც შენ თამაშობდი კახელი მამა ღორის როლს. მოდი ეს შევახსენოთ ჩვენი შოუს მაყურებელს, მით უმეტეს ეს კადრები, აი მრავალი წლის განმავლობაში არ გასულა და მთელი თაობაა გაზრდილი მას შემდგომ, რომელსაც ეს არ უნახია და შევახსენოთ ეს ფრაგმენტი. Bobby, Bobby, Skilly Bobby, 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 Skilly Bobby, Skilly Moida, Skilly Moida, 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 say, Didi min Metsmosulo, Angelaritit Magatian Bobby, Pegzedai som the Tausi Agatsotlemia. როგორ გეკადრება ბატონო ღორო მე ტილი კი არა წილი ვარ წილი მერე და რა ჩემი დოსტი შენახარა აი გიდი დოსტი გაწყდა და თქვენს გაემრავლდით არა ეგან არ ვიცი რის თვინ იქნება მოსული ეხლა არჩევნები ახლოვდება ეს კიდე იქნება კბენართა პარტიიდან ხმის მიცემაინებამს ელამდე ვარ თქვენი პატივისცემი ეს ერთი ხმაღა დამჩენია და ეს მაინც ჩამარჩინა ჯო აღარავის აღარ ვაძლე მორჩ ადრე ვიძლეოდი ეხლა აღარ ვიძლევ ვის რა თუნდა შენი წვიდი და ხმა შენზე ნაკლები კრიბარჭული მაქვს მარაგინდა რისთინ მობძანებულ აღარ იტყვი ჯაგარი მინდა თქვენო უღრუტუნებულ ესონა ჯაგარიო 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 აიბანებიო რამამ თხოვე და ჯაგარი შვილოსა
ლიტრა ღვინო ლიტრა წყალზე იაფი იქნება იქ აღარ ჯაგარი შეგჭება და აღარ ჯიგარი აი როგორი მამაღორი იყავი შემოჯონი რადგან ჩვენ ვახსენეთ უცხოეთის გასტროლები მოდი საგასტროლო პერიპეტიებიდან გაიხსენე შენ რაიმე საინტერესო კი იყო ესეთი მომენტები ძალიან სასიამოვნო გერმანიაში გახდით გასტროლებზე და მოგიხსენებათ ჩემი თანამდები არის ჩემი დაავადება სახსრებისა და შენ როგორც ამბობ ხოლმე ორი რამე მაწუხებს სახსრები და უსახსრობა სახსრები და უსახსრობა გენიოსი იყო ჩვენი წინაპარი რომ გაიგივათ სახსრები და პული ერთი სიტყვით სპექტაკლია დანიშნული და მე წინა დღეს მომცა შეტევა სახსრებისა ანთება დამემართა ძალიან უხერხულად ჩავარდი ვინერვიული და ჩვენი მასპინძელი იყო ქალბატონი ელკე შესანიშნავი პიროვნება კარგი ადამიანი კაი ხასიათისა იუმორის გრძნობით აღჭურვილი უმაღლეს დონეზე და იმან იცოდა ინგლისური გერმანულის გარდა ამირანმა იცოდა ინგლისური მე ფრანგულში ვერ ყვები ამირან ჩვენი ბახუაშვილი ხო ბახუაშვილი ჩვენი და ის იყო შუაკაცი რა გიდი იყო ჩვენი და თარჯიმანი ერთი სიტყვით მე უთხარი ამირანს რომ მიაწვდინე ხმა გააგებინე მეთქი რომ ცუდათა ვარ და ამირანმა უთხრა იქნება სადმე ექიმთან მივიყვანო თუ კლინიკაში ავადმყოფოში და ერთ წამში გადახარშა ქალბატონმა ელკემ და გადაწყვიტა რომ რადგან საავადმყოფოში ვიზიტი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული მე მყავსო მეგობარიო ექიმიაო არ გაინტერესებს რომელი ექიმია ვეტერინარი მივიდეთ გაგიმეტა ხო სამაგისტრო ხო ნუ მივიდეთ იმასთანო ეს ამირანი მომიბრუნდა თავის ბაში ვეტერინარი ყავდა ამირანი მომიბრუნდა და ხო გაიგონე რა თქვა ვეტერინართან უნდა ვიზიტზე ჩავეწეროთო და წავიდეთ ნუ მითხარ ვეტერინართან მე რა შუაში ვარ კაცო ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა დავთანხმებოდი რა დავთანხმდი მაგრამ ნუ გეშინიაო რომ ექიმია პროფესიონალი მაგარიაო რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი მივა თუ ცხოველიო და ხო არ გავიწყდებაო ამირანი მეუნება ჩვენ წინაპარი მაიმუნი იყო ეგრე არ გვასწავლეს მე უთხარი შეიძლება მოგებდე ჩემ წინაპრებში მაიმუნის ხსენება არ იყო და ვინც ერთ თქვა იმან მოიკითხოს თავის წინაპრებში თქვა და ფანტასტიკურად აქ რეზო გაბრიაძე სავის ერთ-ერთ სპექტაკლში ხო გახსოვს ჩარლზ დარვინის რო ახსენებს ჩიტი მორია და ერთი დარვინის და მაგის მაიმუნი წინაპარის დედავატირეო ო იყო ეგ ნუ მე სხვა გზა არ მქონდა უნდა დავთანხმებოდი მაგრამ სანამ წავიდოდით ვიზიტით ვეტერინართან მე გამახსენდა რომ სადაც ახალი ქაური ქუდი უნდა დაიხურო და წავედი და ვეძებე მაღაზია სადაც პარიკი ვინახე მაიმუნის პარიკი ეხლა ექიმთან რომ კაცი ელოდება ცხოველს და ამ დროს მივიდე მე რაღაცა საერთო ხო უნდა კონდეს არა და ნახე მაგარი შიმპანზეს პარიკი იყო რა ესე იგი გაწყობილი თმები კოჭორი ისა რა დიდი ყურები ყველაფერი თავის ადგილზე ქონდა და ეს ვიყიდე და წამოვიღე მივედით ვიზიტით ექიმთან კლინიკაში ვეთ კლინიკაში იქ სანამ შეხვალ მოსაცდელია ანუ მიმღები რა და რა სურათი დამხმე ახლა 4 ძაღლია რიქში დობერმან პინჩერი გერმანული ნაგაზი გერმანული ბოქსიორი და ერთი ინგლისური დოგი რა აი ესე კაი ტანის დიდი ძაღლები ჩემზე დიდები რა ერთი და ორი ინდაური აი ინდაურის შემდეგ დავიკავე რიგი რა თქმა უნდა ურიგოთ არ ვიკადრე წელს რა კამპანია დახდა ეხლა ცხოველის ინსტინქტი ხო იცი რო დამინახეს ამ ინდაურებმა იცი რა ამბა აქ ამასაყნე ძაღლები ზოგმა ყეფა დაიწყო ზოგი მოვიდა ერთ სიტყვით რიგმა მოუწია ამ ცხოველებს და ფრინველებს შევიდნენ და ჩემი რიგიც მოვიდა და ქალბატონმა ელკემ ჩამჭიდა ესე თითზე თავისი ხელი და მაიმუნური ინსტინქტები და მიხვრა-მოხრი და მთელი ფონდი თუ რამე გამაჩნდა მაიმუნისა და მე ხო ნათამაშები მქონდა ექიმი აიბოლიში ვიყავი დედალი მაიმუნი ხო და თუ გახსოვს შე როგორ გადიოდი თუ გახსოვს იქაური კი როგორ არ მახსოვს შეგიძლია ახლა
დამაჯერებელია ძო. ერთი სიტყვით შევედი მე ექიმთან და რო დამინახა ექიმმა ცოტა ჩაფიქრდა მეჩვენება თუ მართლა მაიმუნიაო რაღაცა და მე მთელი ფონდი ამოვალაგე რაც მქონდა მაიმუნის ინსტინქტებისა და ხან მაგიდაზე ახვდი, ხან საოპერაციოზე მაგიდაზე ახვდი, ხან ჩამოხდი სკამებზე, ხან ყირამალა გავაკეთე. ეს სახრების ზანთების ფონზე და ისე რა სიზამდი რომ ჩემი გადარჩენის ამბავი წყდებოდა რა. ერთი სიტყვი და ამან ეთყობა ესეც იუმორიანი იყო რა. ისე მაგრად იხალისა, ისე ამასო რა აწუხებსო. ეს რო ახვდი და დახვდი და არტრით ელკეუბნება. მე გავკადნიერდი და ჩავერთე სიტყვიერად მეუთხარი პოლიარტრით. პოლი მონოარტრით 9 გეორგიენ ქართველი ვარ ეხა ეგ მაკლია მონოარტრიტი მქონდეს. ამან გამსინჯა ძალიან გულდასვით და ბოლოს მითხრა რომ მე ბევრი პაციენტი მყოლიაო 1-2 მაიმუნი, მაგრამ ამისთანა მაიმუნი არ მყოლიაო. და მომცა დანიშნული მიმიღო როგორც მაიმუნი და დანიშნულება მომცა ცხენისა. ახალი გამოსული იყო მაშინის პრეპარატი, მალა მოიყო რა, ცხენი ახატია და ნაირ-ნაირი სახეობისა არის, ესე იგი გამაციებელი, შემაგრილებელი, გამათბობელი, გამახურებელი, ამახურებელი და რა ვიცი, 1000 ზოგი ორმაგი მოქმედებისა, ზოგი სამაგი და მოკლედ მაგარი პატივი დამდო იმ ექიმმა და რო არ მომერიდოს მე მაგალითად აიბოლიტის პრემიას მივანიჭებდი იმ ექიმს. მაგრად შემივსუბუქა მდგომარეობა, ისე რომ კონცერტზე გამოვედ მეორე დღეს წყინვალეთ და ასეთი რა თავარია შედეგები გონდა. რა თქმა უნდა. აი ესე იყო ჩემო კარგო. ჯონი, ვახსენე ჩვენ კომბლე რომელიც ქონდა იუმორინას ერთ-ერთ წელს გამოტანილი და ძალიან მოიწონა ჩვენო მაყურებელმა და იქ შენ თამაშობდი ბატონს. და სხვათა შორის სიმღერა, რომელიც ბატონის სიმღერა, ესე უწოდეთ ჩვენ, აი ამ mini musical-ში შემდგომ ძალიან პოპულარული გახდა და დღეს ბევრს უყვარს როგორც ერთ-ერთი ისეთი საკეიფო სალაღობო სიმღერა. მოდი შევახსენოთ საიდან არის და ამის შემსრულებელი რომ შემზადებოდი სცენაზე. სოფლის ნომრები ვარ ჩვენ დავად და სხვა დარჩება ამის მეტი არ შევწება სუფრავდა სუფრას გავდეს ღვინა უნდა ვარბალეს ამის მეტი სადარდელი არაფერი არ გქონდეს სუფრავდა სუფრას გავდეს ღვინა უნდა ვარბალეს ამის მეტი სადარდელი არაფერი არ გქონდეს დავიჩი მიუყვებით თუთი სოფლის შარადას დავიღალებით შაუსხლებით მინოსთან არახსად უფლისნები და ქვეყანას ნაგი ერთხელ მოველი გიში უნდა გავატაროთ ჩვენი თუთი სოფელი უფლისნები და ქვეყანას ნაგი ერთხელ მოველი გიში უნდა გავატაროთ ჩვენი თუთი სოფელი ჯონი, მიუზიკლი ფიროსმანი ვახსენებ, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ორ როლს ასრულებდი. მათ შორის ერთ-ერთი იყო ესეთი გამორჩეული პერსონაჟი, მეეზოვე, ცნობილი ფიროსმანისა. აი იქ იყო მეეზოვის სიმღერა, რომელიც ძალიან აიტაცა მაყურებელმა და მოდი, აი ეს სიმღერა აქვე ცოცხლად რომ შეასრულოთ ჩვენ შოუში, ხო შეიძლება? კი ბატონო, ცოცხი არ მაქვს, მაგრამ შევასრულეთ. აბა, ხო, შემოგეძლო.
ქუჩა ნაგავს საყრის ყველა უხერდიანია ქუჩა ნაგავს საყრის ყველა უხერდიანია რაც არ უნდა გამოგავო ქუჩა მაინც თორეანია რაც არ უნდა გამოგავო ქუჩა სულ ნაკლიანია ქუჩა მაინც თორეანია აი ნა 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 შაიხედო სუფთათა ყველას ბინა ჩაცაგინა შაიხედო სუფთათა ყველას ბინა გარეთ გამოვა თუ არა ნაგავს საყრის სახლისინა გარეთ გამოვა თუ არა უჟე თავი შაიცხვინა ნაგავს საყრის სახლისინა აი ნა 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 გაგიწყრეს მადლის სიცხამადელისო რამდენი რამე გტკივა თბილისო